აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ კურსი დასრულდა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 20-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა გადამზადების პროგრამა. ტრენინგის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, ექსკურსია, მცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით ისინი ასევე გაეცნენ გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს. გადამზადების პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე ქალაქის ტურზე გასვლით ტრენინგებს. სასწავლო პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა და განისაზღვრა მათი კომპეტენციის დონე და მიღებული ცოდნა. პრაქტიკულად აჭარა ხომ ღია ცის ქვეშ თავად მუზეუმია. და წარმოვიდგინეთ, რომ არ მეკონა თუ რაიმეს ახალს ვისწავლდი კიდევ ახლა. რამოდენიმე უმაღლესი განათლება მაქვს. და ძალიან დიდი გამოცდილება, მაგრამ ის რაც მე ამ 3 თვის განმავლობაში გავიგე, რასაც შევეხე, ჩემს დიდ ფანტაზიებშიც ვერ დაჯდებოდა. მთავარი არის რომ ვისწავლეთ გადაცემის კულტურა. ფრანგები ამბობენ, ის კი არ არის მთავარი რას მოგაწვდიან. მთავარია როგორ მოგაწვდიან და სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი, რომელიც ამ 20-მა ახალ გამომცხვარმა გიდმა შეიძინა. დღეს ჩვენს რეგიონს, ჩვენს საქართველოს შეემატა 20 პროფესიონალი გიდი. ასეთი მოდულის შემოშოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის მრავლის მომცვლელია. ანუ ამ შემთხვევაში გიდები მარტო ერთ მიმართულებას კი არ შეისწავლიან, არამედ შეისწავლიან მრავალ მიმართულებას. აჭარა ტურიზმის თვალსაზრისით არის გამორჩეული რეგიონი და რა თქმა უნდა გიდის პროფესია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სერვისის ხარისხთან რეგიონში, ამიტომაც ტურიზმის დეპარტამენტმა გადაამზადა ახალი გიდები სხვადასხვა ენაზე, რომლებიც ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში და მისცემენ საშუალებას ჩამოსულ ვიზიტორებს, რომ უფრო მეტი გაიგონ ჩვენი რეგიონის, ქვეყნის, კულტურის, ტრადიციების, ბუნების შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროფესიაა და ჩვენ ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.